პირდაპირ ვიტყვი, სულთანი დოდოები არ მომწონს. გაუზრდელები არიან და უვიცები არიან. და ჩემი რო დამირეკავს და რომ ეთქვის ეს ვის ელაპარაკები და რაღაცეები. არსებობს კარგი მუსიკა და არსებობს ცუდი მუსიკა. რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი red flag-ი გოგოში? ჩემთვის ყველაზე დიდი red flag-ი გოგოში არის, როდესაც გემოვნება არ აქვს და თუნდაც უაზრობას უსმენს ან უაზრობთ აცვია და გონია რომ კარგი გემოვნება აქვს რა. იქნებ მას გონია რომ შენ გაქვს ცუდი გემოვნება. არა, მუსიკაში არსებობს კარგი მუსიკა და არსებობს ცუდი მუსიკა და ყველა შეჯერებული არის რა არის კარგი და რა არის ცუდი. და როდესაც უაზრობას უსმენს, ესე იგი მას არა გემოვნება და არ მგონია მე არასდროს. მაგალითად უაზრო მუსიკა რომელია? საბრინას სიმღერები რო არის ახლა ახლები თუ იცით. ანუ როდესაც არსებობდა Beatles-ი ან Led Zeppelin ან ეგეთი ჯგუფები, ჩემი აზრით უაზრობა არის, დადგე და შეიძლება იმას მოусმენ და მოусმინო ახლა საბრინას, ანუ გემოვნობა. და კარგი მუსიკა რომელია თქვენთვის? მე ურჩევდი თქვენ მაყურებელს მოусმინონ Hey Jude Beatles-ას. და რა არის ყველაზე დიდი green flag-ი გოგოში? ჩემთვის ყველაზე დიდი green flag-ი გოგოსთვის არის, როდესაც მაღალი არის, იმიტომ რომ როდესაც მაღალი არის, სილამაზესთან ასოცირდება რა, ასე ვთქვა ჩემთვის. რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი red flag-ი გოგოში? როგორ? რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი red flag-ი გოგოში? რა არის და IQ-ს ინტელექტი პირველ რიგში და სილამაზე და ჯანმრთელობა. სილამაზე red flag-ია? ჩემთვის კი. არ მოგწონთ ლამაზი გოგოები? როგორ არა, მარას გულისხმობ. red flag-ი არის წითელი დროშა, ანუ რა არ მოგწონთ? რა არ მომწონს? მაშინ რა არ მომწონს და პირდაპირ ვიტყვი, სულთანი დოდოები არ მომწონს. და რა არის green flag-ი, ანუ მწვანე დროშა და რა მოგწონთ? რა მომწონს? გამხდარი დოდოები მომწონს და თქვენაირის სილამაზის დოდოები მომწონს. მადლობა, გაიხარეთ წარმატებით. ასევე მადლობა რომ ისმენთ. რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი red flag-ი გოგოში? Red flag-ი რას ნიშნავს ეს რო ამის? red flag-ი არის ცუდი თვისება, ცუდი საქციელი. ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ? აი ღალატი არ მოწონს ყველაზე მეტად. და რა არის green flag-ი, ანუ მწვანე დროშა რა მოგწონთ ყველაზე ძალიან? ყველაზე ძალიან მომწონს მორიდებული როცა არის რა გოგო. ანუ ხო ხდები? მორიდებული და რაღაც იმეებს რო აცდება რა. ზღვარს რო აცდება, უბრალოდ რაღაც ზღვარი ხო არსებობს რა და ძალიან ჭირს ახლანდელ იმაში. თუ შეიძლება რომ ჩაგეკითხოთ, სად არის ზღვარი? ზღვარი სად არის? აი აქ არის რავი. აი ზღვარი ხო არის აქ. და ამას რო აცდება, ანუ ზღვარში ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა რაღაც არის და თქვენთვის რა არის? აი მაგალითად რავი, ჯერ ძდილობის საკითხი ავიღოთ, ან ძალიან ახლანდელი თაობა რომ მოდის გოგოებში, არა, მარტო გოგოებზე არ მაქვს საუბარი, ეხლა თქვენ გოგოზე მკითხეთ, მაგრამ ბიჭებზეც მაქვს საუბარი, ანუ იმ დონეზე არ მინდა შეურაცხყოფა არავის რომ მივაყენო, მაგრამ გაუზრდელები არიან და უვიცები არიან, რომ რავი რა, როგორ უნდა შეხედო მაგნაირ გოგოს თუნდაც და მაგნაირ ადამიანს მაქსიმუმ რა ვერ ხვდები, რა ვერც იმეგობრებ და ვერაფერს ვერ ვიზამ. რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი red flag-ი გოგოში? აი ზედმეტად ბევრი ძამიკოები რო ხავს. ბიჭი მეგობრები? ბიჭი მეგობრები არა, ძამიკო არისო რო იძახის იმენა. და რა არის green flag-ი? აუ ელემენტარული ნდობა რო გააჩინა, მაინდა-მაინც ყველაზე ეჭვიანი არ არის აი ისეთი რომ და ჩემი რო დამირეკავს და რომ ეთქვის ეს ვის ელაპარაკები და რაღაცეები. გაჭედობს რო არ იწყებს თორე ეჭვიანობა კიდე. ქონია ეგეთი შემთხვევა? კი. მე როგორ მოაგვარე? არ მოგვიგვარებია, არ მომისმინა რომ და ჩემი იყო და დავშორდით.